სტიქიის ზონაში მცირდება იმ აბონენტების რაოდენობა, რომლებსაც არ მიეწოდებოდათ ელექტროენერგია. ასევე სწრაფად იზრდება იმ სოფლების ჩამონათვალი, სადაც რთული რელიეფისა და თოვლის მაღალი საფარის გამო მძიმე ტექნიკის მუშაობა ჭიანურდებოდა. გურიიდან ბოლო ცნობებით გიორგი აბაზაძე გვიერთდება პირდაპირ ეთერში. ამ დროისთვის რეგიონში არსებული სურათი არის შემდეგნაირი. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სრულად არის აღდგენილი ელექტროენერგია, დენის გარეშე ცალკეული აბონენტები რჩებიან ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. კვლავ რჩება გამოწვევა რამდენიმე სოფელში და შიდა საუბრუნ გზაზე ავტომობილების გადაადგილებისთვის, თუმცა როგორც ამბობენ ხელისუფლებაში, ძალიან მალე უნდა აღმოიფხვრას ეს პრობლემა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში იქ სადაც მაღალია თოვლის საფარი, გაწმენდის სამუშაოები უწყოთ რეჟიმში მიმდინარეობს, სუფთავდება სოფლის ცენტრებამდე და მისასვლელი გზა და მოსახლეობას საჭიროების შემთხვევაში ურიგდება სწორედ პროდუქტი და პირველადი დახმარების სხვა ნივთები. ამ პროცესში კი ჩართულია როგორც ადგილობრივი ხელისუფლება, ასევე თავდაცვის ძალების სამხედროები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. ბოლო ცნობებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 80-მდე აბონენტი რჩება დენის გარეშე, ხოლო 5 აბონენტი გაზის გარეშე და მათ გაზიფიცირება უნდა აღუდგეთ დღის ბოლომდე. ელდება გზის გაწმენდის სამუშაოები, მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციული ცენტრამდე გაწმენდილია გზები, მიმდინარეობს შიდა ცენტრალური გზების გაწმენდის სამუშაოები. ასევე აქტიურად გრძელდება საკვები პროდუქტების და მედიკამენტების დარიგება, რომლის მარაგი საკმაოდ დიდია ჩვენს მუნიციპალიტეტში. მოსახლეობის ყველა მოთხოვნა და ყველა გამოწვევა, როგორც იქნება გზების მიმართულებით, ასევე საკვები პროდუქტების თუ მედიკამენტების მიმართულებით, თავიდან ბოლომდე იქნება ჩვენი მხრიდან დაკმაყოფილებული. მიმდინარე სიტუაციაში ჩართულია როგორც მერიის სამსახურები, ასევე ყველა როგორც სამაშველო, ისევე სამხედრო ძალები. მე მინდა მადლობა გადაუხადო ყველა იმ სამსახურს, რომელიც უდგას მუნიციპალიტეტს გვერდში. 70 წლის კაცი ვარ, მე ამ ხელა თოვლი ნამდვილად არ მახსოვს. რა ვიცი, იმ ხელა თოვლი რომ მოვიდა, შეიკეტა გზები, ყველაფერი. და მერიამ გამოყო ყველანაირად ტრაქტორი, გზას გვიწმენდნენ, პროდუქტი შემოტანილია, ეგერ დაწყობილია და რა ვიცი, ყველანაირად გვიწყობს ხელს მერია. გამოწვევა რჩება ოზურგეთის რამდენიმე სოფელში, თუმცა როგორც ამბობენ ხელისუფლებაში, მათ აქვთ უწყვეტი კომუნიკაცია მოქალაქეებთან. პარალელურად სტიქიის ზონაში დაზარალებულებს ურიგებენ ჰუმანიტარულ ტვირთს, რომელიც ხელისუფლებასთან ერთად გამოგზავნა სხვადასხვა კომპანიამ, ბიზნესმენმა და საქართველოს საპატრიარქომ. ოზურგეთის მერის განცხადებით, ამ დღეების განმავლობაში მიმდინარეობს მიზანმიმართული და არასწორი კამპანია, თითქოს ჰუმანიტარულ ტვირთს პოლიტიკური ნიშნით ურიგებენ მოქალაქეებს, რაც ავთანდილ თალაკვაძის განცხადებით არის მცდარი ინფორმაცია, ვინაიდან ტვირთი განკუთვნილია იმ მოქალაქეებისთვის, ვინც ცხოვრობს კრიტიკულ ზონაში, სადაც მაღალია თოვლის საფარი და დააზარალა სტიქია. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ინტენსიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები, ეს არ ჩერდება, სანამ აბსოლუტურად მთელ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არ მოხდება გზის გაწმენდა. ინტენსიურად ბოლო დღეების განმავლობაში ჩართული იყო ყველა საჯარო სამსახურის თანამშრომლები, ასევე მოხალისეები, რომლებიც კოორდინირებულად მოქმედებენ ჩვენთან და ხდება სოფლებში იმ მოსახლეობის მომარაგება და კვების პროდუქტების მიწოდება, რომელიც სოფლებიც არის ჩაკეტილი. თუმცა ჩვენ ვხედავთ ასევე ყველაზე რაც მთავარია და ყოველთვის გაეცემა პასუხი დეზინფორმაციას ოპოზიციური მედიების მიერ, რომლებიც მიდიან და აჟღერებენ ინფორმაციას, რომ თითქოს ჩვენ მოქალაქეებს, რომელსაც სოციალური დახმარება აქვს, ვიღაც ემუქრება. ეს არის ტყუილი, ეს არის დანაშაული, როდესაც მოქმედებენ ჩვენი თანამოქალაქეების ემოციებზე, გამორიცხულია, რომ რომელიმე ჩვენი საჯარო უწყების თანამშრომელი მივიდეს და მსგავსი სიცრუე უთხრას. თუმცა მათ სხვა არაფერი არ დარჩენიათ, გარდა იმისა, რომ ჩაუსაფრდნენ საქართველოს საკუთარ ქალაქს და ტალახი ესროლონ, მოიტყუონ და დეზინფორმაცია გაავრცელონ, რომ თითქოს ხელისუფლება არის უმოქმედო. სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოებში რამდენიმე დღეა მონაწილეობს თავდაცვის ძალების სპეციალური ტექნიკით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ასევე პროცესში ჩართულია ვერტმფრენი და დრონები, სწორედ დრონის საშუალებით ადგენენ ელექტროენერგიის დაზიანებული კერის ადგილს.